რუსეთი არ გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის პირობებში. მოსკოვს არ შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, განცხადება ამის თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ეხო მოსკოვისთან საუბრისას გააკეთა. თუმცა ამავე დროს რუსმა დიპლომატმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სავიზო რეჟიმი შემსუბუქდეს გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გუშინ პრაღაში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან გრიგორი კარასინთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განაცხადა, რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს განიხილავს. აბაშიძის განცხადებით შეხვედრაზე მხარეებმა საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში განიხილეს საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების ის სფეროები, რომლებზეც პირველ შეხვედრაზე იმსჯელეს. ამ შეხვედრებიდან, ასე თქვა, დიდი მოლოდინი, როგორც ორივე მხარემ განაცხადა, არ უნდა ქონდეს, ესეთი გარღვევა, როგორც ესეთი დიპლომატიური ალბათ მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ორ თვეში ერთხელ ხვდებიან ამ ორი მხარის წარმომადგენლები და თუნდაც საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტა მეტნაკლება შესაძლებელია, უკვე თავისთავად ალბათ მიუთითებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც არსებობს კონკრეტულად ეს არის ჰუმანიტარული სფერო, იგივე თქვა ეკონომიკის სფერო და თქვა ეს სავიზო რეჟიმი, რომელზეც საუბარი არის. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საჰაერო სადესანტო ძალების შესაძლო განთავსებას ქართული მხარე გამოეხმაურა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარიაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში საჰაერო სადესანტო ძალების სარდალის გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ შამანოვის განცხადება კრემლის მხრიდან ძალების დემონსტრირებაა. რუსი გენერლის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში საჰაერო სადესანტო ჯარების შესაძლოა გაგზავნილი იყოს საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად, როგორც სწრაფი რეაგირების ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ სამხრეთ აფხაზეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნებში. ეს არის განცხადება, არის ძალის დემონსტრირება და მუქარის გარკვეული ტონით ისა ქვია პოზიცია. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მისი სამხედრო ძალები განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ესე აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიებია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება საოკუპაციო რეჟიმი. აქედან გამომდინარე, 50 კაცით მეტი იქნება თუ ნაკლები იქნება, რუსეთის ყოფნის სიმძიმეს ეს არ ამცირებს. ერთნაირად კიდევ უფრო დაამძიმებს ისე და დამძიმებულ ვითარებას. კიდევ ვიტყვით, რომ რუსეთი იმის მაგივრად რომ გადახედოს თავის ხედვებს, კიდევ უფრო ამძიმებს.